ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ზოგადად ეს თემა არის აეროფობია. ფრინავი მარტო არ რჩება კაბინაში. შიში არის ყოველთვის რწმენა ცუდში. იმედი არის რწმენა კარგში. და რო შეხედავ თითქოს არაფერი არ ხდება და შიგნით ჩვენ არ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არის აბსოლუტური უსაფრთხოება. სამწუხაროდ რაღაცები მოხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიხშირით მოხდება, რომ შეშეგეხება მაინც და. ჩვენ რადარზე ვხედავთ მაკრობებს, აშკარად წითელი ფერი არის და იქ რა თქმა უნდა არ შევალთ. აუვლით გვერდით. თუ ჯდები ყოველთვის სასმელით ხელში, შენ თუ იმახსოვრებს, რომ ესე იგი თუ არ დალია ამან, ესე იგი მოკვდება. არჩევანი ხომ ის არის, რომ ან მთელი ცხოვრება სახში უნდა იჭდე შემთხვევის გამო, ან მთელი სოფლიო ნახო და მე მგონი არჩევანი ძალიან მარტივი და აშკარა არის. შიშთან მეგობრობა რაღაც არ არის. ან უნდა შეუტიო, ან უნდა დანებდე და რა ვიცი, შეტევარჯობია. მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ ეს პოდკასტი მართლაც რომ აჯობსანდალია თემების, იმიტომ რომ მე თვითონაც ახლა ვეზადებოდი რომ ეს რაღაც შესავალი გავაკეთე და გამეცინა რა დონეზე განსხვავებულ თემებზე ვსაუბრობთ აქ. მაგრამ ეს თემა რომ არ განვიხილოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ზოგადად პატარა დოზით მაინც და ეს თემა არის აეროფობია. ანუ ფრენის შიში. გულით მინდა რომ დღეს გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც მე დამეხმარა იმაში, რომ დამეძლია შიში, იმიტომ რომ მეც მქონდა შიში. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვატარებ თვითფრინავს, ოღონდ პილოტთან ერთად, მაგრამ მოკლედ ყოველ შემთხვევაში კურსებიც მაქვს გავლილი ამ მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ესე ვთქვათ, ყოფილი აეროფობი ვარ მეც. მინდა ძალიან რომ ეს ეპიზოდი იყოს სასარგებლო თქვენთვის, იმიტომ რომ მინახავს ეფექტი აი ამ საუბრის როდესაც ამ თემაზე ვესაუბრებით ჩემ მეგობრებს ან ახლობლებს, რეალური შედეგი დამინახავს რა. და ამიტომ იქნებდა თქვენცაც სასარგებლო. მით უმეტეს რომ დღეს სტუმრად მეყოლება პილოტი ადამიანი, რომელიც ამ თემას პირდაპირ ეხება და შევძლებთ რომ სხვა რაღაც პრაქტიკული მხრიდანაც გავშალოთ ეს საკითხი. დავიწყებ იმით, რომ მე ვარ ცოდნის ადამიანი, რაღაც პრობლემა თუ არის ჩემ ცხოვრებაში, ეგრევე მინდა ხოლმე რომ მოვაგვარო და არსებობს რა თქმა უნდა ბევრი მეთოდი როგორ მივუდგენ ნებისმიერ შიშს, ეს არის ფსიქოთერაპია, რაღაცა EMDR სესიები, ბევრი სხვა მიმართულება. მე ჩემზე ყველაზე მაგრამ მუშაობს ცოდნა. როდესაც მაქვს ცოდნა, მე შემიძლია ხოლმე ჩემი თავი რაღაც შიში დავძლიო. რა თქმა უნდა, სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ თუ თქვენ გაქვთ ფრენის შიში, შეიძლება ბოლომდე ეს შიში არ გაქრეს, თუმცა რეალურია, რომ მაქსიმალურად დაიწიოს. კი, რაღაც მომენტებში შეიძლება ამოგივიდოთ ხოლმე ფოთვის სახით, მაგრამ მოკლედ შესაძლებელია, რომ დაიწიოს, აგერ მე ვარ ნათელი მაგალითი მაგისა. ორი სიტყვით ვიტყვი ჩემზე, რომ მე ბავშვობიდან მე რადგან არ ცხოვრობდი საქართველოში, ძალიან ბევრს დავფრინავდი, იმიტომ რომ ყველა არდადეგებზე ჩამოდიოდი ხოლმე თბილისში და ბავშვობიდან გიждდებოდი თვითფრინავებზე, ძალიან მიყვარდა ფრენა და სულ კარგად გრძნობდი თავს თვითფრინავში. რაღაც მომენტში მე თვითონაც დამეინტერესა, რომ მე თვითონ ვცადე, გავიარე კურსი ფრენის და პილოტთან ერთად დავფრინავდი პატარა ცესნაზე და მოკლედ ძალიან მომწონდა. ოღონდ მე მაქვს პრობლემა იმის, რომ არ მაქვს კარგი ვესტიბულარული აპარატი, ამიტომ ძალიან მალე მეხვევა თაუბრობ. მოკლედ კოსმონავტობა არ გამოვიდა და ჩემგან, მაგრამ რეალურად რაღაც მომენტი დადგა დიდობაში, როდესაც მოვხვდი რაღაც ძალიან ტურბულენტურ რეისს. ეხლა კი ვიცი, რომ ტურბულენტობა საერთოდ არ არის საშიში, მაგრამ იმ მომენტში მოკლედ ძალიან რაღაც ტურბულენტურ რეისზე მოვხვდი და ისე შემეშინდა და დამემართა პანიკური შეტევა. ერთი იყო კიევის რეისი იყო და მეორე დუბაის რეისი იყო, რომელსაც დამემართა. ჯერ კიევის რეისზე ძალიან ცუდად გავხდი და დიდი ხანი ვცდილობდი რომ ამერიდებინა თავი და აღარ ჩავჯდარიყავი და მეორე რეისი იყო დუბაიში მიფრინავდი და იქ ფრენის დროს ჩვენი ტრასა თუ რაც არის გადის იმაზე რა ქვია მთებზე და იქ რა თქმა უნდა არის ცვლილება ჰაერის და შესაბამისად იქაც იყო ტურბულენტობა იმ მომენტში და მოკლედ ამ ფრენავად ისე შემაშინა რომ დამემართა პანიკური შეტევა. იმზე დონეზე რომ პილოტს მოუწია რომ რაღაც მომართოს კაბინი და გამიმართლა, იმიტომ რომ პილოტმა იცოდა როგორ უნდა მოიქცეს ისეთ დროს, როცა ადამიანს ეშინა. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ბორტზე არიციან ხოლმე როგორ დაამშვიდონ ადამიანი პანიკური შეტევის დროს ფრენის შიშის გამო და მე უბრალოდ გამიმართლა და მე დავიწყე ამის კვლევა, რომ როგორ, ანუ ამან როგორ უნდა შეზღუდოს ის, რაც ცხოვრებაში ყოველს ძალიან მიყვარს, ეს არის მოგზაურობა. ჩემი მთელი ცხოვრების საქმე, რასაც ვაკეთებ, ხდება იმისთვის, რომ მე წავიდე ხოლმე სამოგზაუროდ, აი იმ რაღაცებით, რაც ამ საქმიდან გამომდინარე შემოსავალი მაქვს ხოლმე. შესაბამისად, აი ამ ფაქტმა გამიავალა თავში, რომ როგორ შეიძლება მე
უარი თქვა იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მართლა მქონდა უმაგრეს შესაძლებლობა თუ გახსოვთ ვიზა ლიბერალიზაციის პერიოდი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ გჭირდებოდა ვიზა ევროპაში და პირველი ნაკადი აგვარჩიეს სტარტაპერები, რომელიც ესე უნდა წავსულიყავით აი ამ რეისით, როგორც პირველი ადამიანები, ვინც ვიზის გარეშე მიდის ევროპაში და უმაგრესი რაღაც ლამის თქვი ამაზე უარი, იმდენად მეშინოდა ფრენის. კიდე კარგი არ ვთქვი. მან დაიწყო მოკლედ ჩემი გზა გამოჯანსაღებისკენ და დღეს მართლა შემიძლია ვთქვა, რომ კი, შეიძლება ნოლამდე არ მაგალითად ფოთი შეიძლება რაღაც მომენტში მაიწყელო, მაგრამ ძალიან გააზრებულად მივუდექი ამ საკითხს და მინდა რომ თქვენც ვინც მისმენთ და გჭირდებათ ეს თემა, მინდა რომ დაგეხმაროთ. მე ამ გზაზე დამეხმარა ერთი ადამიანი, რომელსაც ქვია ალექს გერვაში. Instagram-ზე შეგიძლია თქვია Stop Fear of Flying, თუ არ მეშლება. მისი კურსი და ლექცია მაქვს გაკეთებული საქართველოში ვყავდა ჩამოყვანილი მაშინ რაღაც კურსი აქაც გავაკეთეთ კლიენტებს და სხვადასხვა ვინც დაესწრო მაგ ლექციას ერთი ლექციის მერე ერთი ქალი იყო რომელიც 14 წელი არ ვზარ თვითფრინავში და გაფრინდა მაგ ლექციის მერე ძალიან გირჩევთ აქვს ამ კაც თავისი აპლიკაცია ქვია Sky Guru რომელსაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ყველა ფრენის დროს გიწევთ თანამგზავრობას ანუ არ ჭირდება ინტერნეტი კალიბრაციას აკეთებთ სახელურზე და ყველა მომენტში როგორც კი ან ტურბულენტება ხდება ან რაღაცა მოძრაობა ან რაღაც ხმა გესმით ის გიხსნით რატო ხდება ეს პირველი რაღაც პერიოდი ამ აპლიკაციით დავფრინავთ ეხლა უკვე აღარ მაქვს ეს აპლიკაცია აღარ მჭირდება მაგრამ მოკლედ ვინც ამ გზაზე ხართ ძალიან გირჩევთ რა გადავიდე და მოგიყვეთ ის ყველაფერი რაც მახსოვს ამ თემასთან დაკავშირებით პირველი რატომ საერთოდ რატომ აქვთ ადამიანებს ფრენის შიში ძალიან ორი მიზეზია ამის რა პირველი მიზეზი ეს არის პერფექციონიზმი ანუ ეს არის პერფექციონისტების დაავადება ვინ ვართ პერფექციონისტები მეც გვარ ანუ ადამიანი რომელსაც უნდა რომ ყველაფერი აკონტროლოს ყველაფერი თავის ხელში ეჭროს შესაბამისად როცა თვითფრინავი მიფრინავს ჩვენ რო ვზივართ რაღაც იმაში მოწყობილობაში ვერ ხედავთ ვერც პილოტს რომელიც მართავს ვერ ხედავთ გზას ხო ჰაერში დავფრინავთ არ და სინამდვილეში საკმაოდ მყარი გზა არის ამ იმიდან გამომდინარე რა ქვია ჰაერის მასებიდან რაც თვითმფრინავის ქვეშ არის მაგრამ ვერ ხედავთ გამჭვირვალე ამიტომ ჩვენ უცებ გვეუფლება შიში რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას ამიტომ პერფექციონისტებს უჭირთ მოკლედ ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის საინტერესო არის ჩემი მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ფრენის შიში, ამერიკაში რომ დადიოდა ფსიქოლოგთან, იმან დაუწერა რაღაც საბუთი, რომელსაც ეწერა, რომ ყველა ფრენის დროს რეკომენდაცია იყო, რომ პილოტი უნდა ენახა ჩაჯდომის წინ, იმიტომ რომ შესაძ ის ხედავდა პილოტს, ეგრევე შვიდდებოდა, იმიტომ რომ ხედავდა, რომ ვიღაცის ხელში ვარ, მოკლედ აღარ ეშინოდა. იგივე ეფექტი აქვს სხვათა შორის თუ დაკვირვები ხართ აი რაღაც უფრო ისეთ ავიახაზებზე მეგობრულზე, მაგალითად ვიზერი ხო უფრო ცოტა შედარებით ისეთი არის, არაოფიციალური რაღაცნაირი, იქ არის ხოლმე პილოტები ხშირად რაღაცებს გელაპარაკებენ, ეხლა ისეთი ამინდი იქნება ისეთი ეს ანუ არადაზეპირებული ტექსტებით, არამედ თავისი რაღაც მეგობრული ინტონაციით, ესეც ძალიან ეხმარება ეგეთ ადამიანს რა. რომ რაღაც იგივე უფრო თურმე ცოცხალი ადამიანია და მაგას მივყავარ და ისე არ ვარ. მეორე კატეგორია ადამიანების, ვისაც ეშინია ფრენის, არის ფოთვარე მშობლების შვილები. რომლებიც ხშირად ნერვიულობდნენ და შფოთავდნენ სხვადასხვა თემებზე და მოკლედ ეგეც მაგათი საჩუქარია თავისი შვილებისთვის. სანამ გადავალ უფრო ტექნიკურ მახასიათებლებზე, თვითფრინავის და ტექნიკურ ნაწილებზე, ორი სიტყვით მინდა რომ ემოციურ ნაწილებზე ვისაუბრო. როგორც ვიცით, ყველა ადამიანს ტვინში გვაქვს ორი ნახევარსფერო, ხო? ერთი არის მარჯვენა არის, რომელიც ინტუიციაზე აგებს პასუხს, მარცხენა არის, რომელიც პასუხს აგებს ლოგიკაზე. ამიტომ, როდესაც რაღაცის გეშინია და ამ შიშის გამო იკავებ თავს რაღაცისგან, ეგრევე ეს მარჯვენა ტვინი ინტუიტიური თუ ინტუიციური თვლის ასე რა, თვითფრინავში არ ჯდება ეს ადამიანი, ესე იგი რაღაცა საშიშროება, ესე იგი სიცოცხლისთვის საშიში ქმედება არის თვითფრინავში ჩაჯდება. და რაც უფრო დიდხანს არ ჯდები თვითფრინავზე, მით უფრო რწმუნდება, აი და უარესი იქნება, როცა ჩაჯდები. იგივე ხება ნებისმიერ ფობიას, ხო? ვიღაცებს, ვისაც სიღმაღლის ეშინია, ან ლიფტში ჩაჯდომის ეშინია, ან ძაღლების ეშინია, მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო დიდხანს იკავებ თავს ამ აქტივობისგან, მით უფრო რწმუნდება ეს ტვინი, რომ შეხედე სასიცოცხლო საშიში აქტივობა, ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ამდენი ხანი იკავებს ადამიანი თავს, ესე იგი, რომ ავა იმ კიბეებზე და ავა მე-20 სართულზე მოკვდება. ამიტომ მანდ ერთადერთი გზა არის რომ აკეთო ის რისიც გეშინია ამას ვიტყვი და ყოველთვის ვამბობ ყველაფერში იმიტომ როცა აკეთებ იმის აი რისიც გეშინია ეს ტვინი სწორ სიგნალს იღებს
რომ ესე იგი, ანუ ახლა მე არ ვიძახი, რაც სასიცოცხლო საშიშროების არის მართლა, ხო, ფანჯრიდან გადახტავას არ გვერწყობ, მაგრამ თუ ადამიანი, რომელსაც ეშინია სიმაღლის იყიდის სახს მე-20 სართულზე, ეს სიმაღლის ეში ბუნებრივად გაუქრება. მე თვითონ მეშინოდა ძაღლების პატარა რო ვიყავი, ისე რომ აი შემეც მართლა ასარჩევი რო იყოს ქუჩაში გადავიდე და მანქანამ დამარტყას თუ ძაღლთან ერთად გავიარო, იქით მივდიოდი. სანამ გავთხოვდი ძაღლებიან სახლში, სადაც ყავს 5 ძაღლი ახლა, ანუ ჩემი შიში ძაღლების არის 0-ზე დასული მაგის გამო. ეხლა რაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ არის, რომ შიში არის ჩვენ ტვინში გონია, რომ არის რამე კავშირში აბსოლუტური უსაფრთხოებასთან. თქვენი აზრით არსებობს თუ არა აბსოლუტური უსაფრთხოება? აი ორი წამი რომ დავფიქრდეთ. რამე გაკეთების დროს ხარ თუ არა 100% დარწმუნებული რომ არაფერი არ მოგივათ. არ არსებობს. აი სასწაული ამბავია. არ ვიცით არასდროს რა მომენტში რამე შეიძლება მოგვიც. აი სპაგეტის ჭამის დროს შეიძლება ადამიანი დაიხრჩოს და მოკვდეს, ისე მინდა ვთქვა. რეალურად უფრო დიდია შანსი რომ სპაგეტით დაიხრჩო და მოკვდა ვიდრე თვითმფრინავით რომ ჩამოვარდე. ანუ იმ დონეზე არის ყველაზე ახლოს აბსოლუტურ უსაფრთხოებასთან ფრენა. რაც კი შეიძლება იყოს. იმის შანსი რომ ავიაცია თუ გინდათ თქვენთანაც მარტივად შეგიძლიათ სტატისტიკა ჩაწორთ აი ChatGPT-ს კითხოთ სტატისტიკა რა არის აი აქ ჩამოვწერე სადღაც ვიპოვე ახლა ხო ნახეთ თვითმფრინავში ალბათობა რომ დაეჯახოს არის 1.2 მილიონში. მგზავრების მიმართულებით აი ცხოვრების განმავლობაში რა არის ის ალბათობა რომ მოგვდეთ თვითმფრინავის შეჯახებაში არის 1.11 მილიონში. ანუ აი ძალიან მცირე. მაგალითად მანქანის ავტოკატასტროფაში სიკვდილის შანსი არის 1.107-დან, 107-დან. და აქ არის 1.11 მილიონიდან. ანუ თანამედროვე კომერციული ავიაციას აქვს 99.999% safety record, ანუ ხო ხვდებით რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. დღეში არის 33 მილიონი კომერციული ფრენა და გვესმის 33 მილიონი ფრენიდან ყოველდღე ჩამოვარდნები, კაი, ეს გავუსწარი. ესე იგი, ტვინზე ვილაპარაკეთ, აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე ვილაპარაკეთ. ხო, ეხლა ჩემი საყვარელი თემა რაც მინდა გითხრათ. ესე იგი, ავიაცია არის სფერო, რომელიც ალბათ არის ყველაზე ძალიან რეგულირებული მთელს მსოფლიოში. ერთ ფრენას აკონტროლებს რამოდენიმე მხარე. პირველი მწარმოებელი, რომელიც აი Boeing, Airbus, ხო, ვინც აწარმოებს თვითმფრინავს. მეორე ავიახაზების კომპანია, რითიც მიფრინავთ, ხო, მაგალითად Turkish Airlines. მესამე ამ ფრენი აეროპორტი, მეოთხე ის აეროპორტი, სადაც ჯდება თვითმფრინავი. მერე ტრანზიტის ქვეყნების დისპეჩერები და საერთაშორისო ავიაციის გაერთიანება. რეალურად ერთ ფრენას აკონტროლებს ამდენი ინსტანცია. წარმოგიდგენთ, სულ რომ მარტო მწარმოებელზე ვისაუბროთ, ანუ არ Boeing-ი რო Boeing-ია იმასაც რამხელა ზარალიან, მილიონების ზარალი არის ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდა, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი არაფერი არ მოხდეს. ეს ბოლო რაც გითხარით, საერთაშორისო ავიაციის გაერთიანება, ყველა ქვეყანა შედის ორის გარდა, ეს არის კოლუმბია და ჩრდილოეთ ამერიკა. დანარჩენი ყველა. რავის, თუ ჩრდილოეთ კორეაში დავაპირებთ, შეიძლება ერთი ინსტანცია გამოაკლდეს, ვინც არეგულირებს რა, თორემ რეალურად დანარჩენი ყველა შედის. ყველა ნაბიჯი რეგულირებული, გაწერილი და თუ რამე დაირღვევა ავიაკომპანიას დაერხება. ანუ ჩვენ ხშირად გვსმენია ხოლმე, რომ აი ჩვენი ავიახაზები არ არის კარგი, რაღაც იმისეთი ქვეყნების ავიახაზების საშიშია. სინამდვილეში ყველა არის გაერთიანებული აქ და ყველას ძალიან მკაცრად აკონტროლებს. სხვადასხვა მახსოვს, აი მაგალითს მოვიყვან რა რეგულირებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მიფრინავდი, თვითმფრინავში ვიცხედით, მივდიოდით, როდესაც უცებ გამოაცხადეს, რომ უნდა დავჯდეთო რა აფრენიდან ერთ საათში. ბავშვთან ერთად ვიყავი, ლილისთან ერთად ვიყავი და აფრენიდან ერთ საათში მოკლედ უკან მოგვაბრუნეს რა. და მოგვაბრუნეს იმიტომ, რომ რაღაცა დისპეჩერის მიკროფონი ხარვეზით ისმოდა ხმა და გადაგცეს სხვა თვითმფრინავში. ანუ ელემენტარო, მაგით ჩვეულებრივად გაფრინდებოდა რა, ანუ ეს თვითმფრინავი, მაგრამ აი უმცირესი რაღაცაც კი ისე რეგულირდება, რომ თან საკმაოდ დიდი ზარალია მოხსნეს სხვა რეისიდან რაღაცა გადაგვაფრინეს ამდენი ხალხი თავიდან და მოკლედ ძალიან ისიც კი სხვადასხვა დღეს აი ვკითხავ ჩვენ რესპონდენტსაც, მაგრამ ესეც ვიცი რომ პილოტები ფრენის დროს ერთდროულად ორი პილოტი რო არის კაბინაში სხვადასხვა საჭმელს ჭამენ, რომ იმის ალბათობა რომ მოიწამოს ერთი შემთხვევით და ცუდად გახდეს,
იყოს 0-მდე და ერთი შეიძლება მოიწამოს, მეორემ რომ სხვა რაღაცა ჭამოს, რომ თუ რამე მოხდა, იმან გააგრძელოს ფრენა. აი ეგეთ დეტალებიც კი არის გათვალისწინებული. ყველა ფრენის წინ პილოტები გადიან ჩეკლისტს, აქვს პირველი რაც აქვს მეტეოროლოგის კონსულტაცია, ანუ წინასწარ ის ეუბნება გზაზე რა შეხვდება, სად რა იქნება, ანუ ეს ყველაფერი წინასწარ იციან და სხვა შორის ამ აპლიკაციამაც წინასწარ იცის ხოლმე, იმიტომ რომ იგივე იმაზე ზის. მერე ყველა ორივე პილოტს აქვს თავისი ჩეკლისტი, ანუ რაღაც მომენტში ყველა ფრენს დაწყების წინ ხაზავენ რაც უნდა შეამოწმოთ ცალ-ცალკე და მე თვითონ როცა ვждები ხოლმე თვითნავში თუ ისეთი ის არის რომ ჩანს პილოტების კაბინეტი ვხედავ ხოლმე როგორ თიქავენ ამ ჩეკლისტს რა. მოკლედ თვითმფრინავი სანამ გაეშვება ფრენაზე გადის მილიონ ტესტს მაქსიმალურ არარეალისტურ ტურბულენტობაზე მილიონი ჩიტი რომ შიგნით შეფრინდეს მაგას ტესტავენ წვიმა ელვა თვითმფრინავი უძლებს ყველაფერს თუ არა და არსებობს ყველა დეტალური სიტუაციის მოქცევის პროტოკოლი. ანუ მინიმალურ პრობლემაზე ზუსტად არის გაწერილი რას აკეთებენ რა. მეორე წრეზე წასვლა, დაბრუნება ფრენიდან, არასოდეს არ ხდება მოკლედ კომპრომისი რა. ყოველთვის კაცრად სრულდება ეს რეგულაცია. შემდეგი რაც მინდოდა და თქვენთვის მეთქვა არის ის რომ მოკლედ თავარი რაც მინდა რომ გავიაზროთ აეროფობიაზე საუბრის დროს და განსაკუთრებით იმ პერფექციონისტებმა რომელსაც გვეხება ეს ყველაფერი რომ უნდა მივიღოთ მოცემულობა რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ ყველაფერს ამ სამყაროში. აი თუ მარტო ამას მივიღებთ და ცოტა უფრო მეტი მინდობით ვიქნებით სამყაროს ღმერთის მიმართ, ბევრად უფრო დაუწევს გრადუსი ამ ჩვენი შფოთვის და ნერვიულობის. და ამ დროს რას აკეთებს თვითმფრინავში აეროფობი? ზის თვითმფრინავში აკონტროლებს. ხო, აი თუ აეროფობები მისვეთ სავარაუდოდ აკონტროლებს, აბა რატო ამ ძრავას ეგეთი ხმა რატო აქვს? რატომ არ ჩაქრა ნიშანი რომ ღვედები აღარ გჭირდებათ? ან რატომ სხვანაირად ბორბლები რო გამოვიდა რაღაცა სხვანაირი ხმა იყო? რეალურად ჩვენ ვზივართ და ვაკონტროლებთ არ და მივენდოთ რა ამ დროს პილოტს. სინამდვილეში ხშირად სხვადასხვა ეგეც საინტერესო არის, არ ვიცოდი მე მიფიქრია მეც როცა თავიდან ძალიან დაკურებული ვიყავი ხოლმე, რატო აქ დიდი ხანი რო ღვედებს არ გახსნევინებენ და ესე იგი კიდე საშიშროება დგას თუ რო აფრინდებით. სინამდვილეში აი ძალიან ტრივიალური პასუხი არსებობს ხოლმე, მაგალითად წინა ფრენა იყო ძალიან ცოტა ხნის წინ დაღლილი არის მთელი ეს ბორტის გამცილებლები, უბრალოდ ასვენებს პილოტი. ცოტა უფრო დიდი ხანი რომ სანამ დაიწყებენ სიარულს. ან რა ვიცი, ხანდახან უნდათ რომ როცა სიმშვიდე შეინარჩუნონ იმაში თვითონ თვითმფრინავში. მე სხვადასხვა ერთხელ მქონდა გამოცდილება გამიმართლა და მოვხვდი ესეთ პატარა თვითმფრინავში საკუთარი არ იყო სამწუხაროდ, მაგრამ ის არ ვქა და იქ იყო სულ სხვანაირი გამოცდილება. არანაირი ეს ხმა, არანაირი ღვედების შეიკარით. შეიძლება იყო რაღაც მომენტში, მაგრამ ის არა რომ აბა რომ მოდის გიმოწმებს ბორტგამცირებელი შეიკარი თუ არა, ის გაასწორე თუ არა საზურგე. ნული სტრესი და როდესაც აი ეს ფაქტორები არ არის იმდენად საერთოდ არ იძაბები და რეალურად რატო არის დიდ ბორტებზე ხო ეს ხმები, იმიტომ რომ ძალიან რთულია წარმოგეთ რა პატარა სივრცეში უნდა აკონტროლოს 300 ადამიანი. ან მეტი თუ უფრო დიდი ბორტი და ის რა ეს თან იქ და ნახევარი ნასვამი ძირთადად ჩემი გამოცდილებით რო უყურებ ხოლმე აეროფობების სხვადასხვა ხშირად სვამენ მგონი ამით გადააქვთ ხოლმე ეს შიში და ანუ იმისთვის რომ ესენი აკონტროლო რომ მიუშვა ყველა და არაკონტროლა საგიჟეთი მოხდება ამიტომ ბევრად უფრო აწყობს რა თქმა უნდა ავიაკომპანიას თუ ვინც არის თვითმფრინავში ვინც არის ყოველს რომ შენ იყო უფრო დაძაბულად იჯდე და იქ ბევრი ხმაური და რაღაცები არ გააკეთე. ეხლა რაც შეეხება მთავარი თემა, რაზეც მინდა რომ მივიდე და ეს თემა არის ტურბულენტობა. ვიცი რომ ყველასთვის ძალიან ისეთი სანერვიულო თემა, ვისაც ეშინია ფრენის, რა თქმა უნდა. ერთი რამ რაც ყველაზე ძალიან მინდა რომ დაგაწყნაროთ არის ის რომ ტურბულენტობა თვითმფრინავისთვის არის ზუსტად იგივე რაც ტალღებ გემისთვის. ამიტომ ისე როგორც გემი ქანაობს ტალღებზე, ისე თვითმფრინავი ტურბულენტობის კუთხით არის ჰაერზე. არავინ არასდროს ცხოვრებაში არ მოკვდარა ტურბულენტობის გამო. ერთადერთი кейსი იყო, აი, როდესაც ტურბულენტობის დროს თვითმფრინავში ისეთი ძლიერი იყო, რომ ჩამოვარდა ჩემოდანი და თავზე დაეცა ადამიანს და ისე რაღაცა იტკინა და ეგ იყო кейსი, თორე ის რომ თვითონ ტურბულენტობა გამოიწვია თვითმფრინავში ჩამოვარდა, მსგავსი არ ყოფილა არასოდეს. ყველა თვითმფრინავი არის
შექმნილი იმისთვის, რომ გაუძლოს турბულენტობას. როგორც გემი იმისთვის არის შექმნილი, რომ გაუძლოს ტალღას. ამ დროს მე ვაკეთებ ხოლმე ჩემთვის ძალიან ისეთი კარგი წარმოსახვაში, როცა турბულენტობა იწყება, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ აი ბახმაროს გზაზე ვარ და აჯანჯღარებს მოკლედ გზას და აი ხო არ გეშინია, როცა ჯანჯღარებს გზა. სუსტად ეგრე წარმოვიდგენ ხოლმე, რატომ? იმიტომ რომ რეალურად თვითმფრინავით გზაზე მიდის. ამაზეც მინდა ორი სიტყვით გითხრათ. თუ გახსოვთ, როცა მიდიხარ ჩქარა მანქანით რომ მიდიხარ, აი ხელი რო გაყო გარეთ, ჰაერი ხო გაგდებს უკან. ხო? სიჩქარე, რატო? იმიტომ რომ რაც უფრო დიდი სიჩქარეა, უფრო დიდი არის ეს სიმძლავრე თუ მასა ფიზიკის კანონიდან გამომდინარე. მაპატიეთ ფიზიკოსობა არ სწორად თუ ვიძახი, მაგრამ ძლიერი ხდება რა. ძალა უფრო დიდი არის. ანუ შესაბამისად, რაც უფრო მაღლა ადის თვითმფრინავი და რაც უფრო იმატებს სიჩქარე, მით უფრო ეს მასა ხდება ძლიერი. ამიტომ თვითმფრინავი ფაქტიურად უხილავ გზაზე მიდის, რომელიც ქვეშაც არის ეს მყარი მასა ჰაერის. შესაბამისად, აი პლანირება, რატო ქვია თვითმფრინავს plane, ხო? პლანირება, იმიტომ რომ ჩამოვარდნასაც რო პირდაპირ წარმოიდგინოთ, თვითმფრინავი ვარდება. არ შეუძლია ჩამოვარდნა უბრალოდ. თუ სხვა ფაქტორები არ არის, ხომ არ ვიძახი, თუ რაღაც რაც ხდება ხოლმე, რა თვითმფრინავი რაც ჩამოვარდნელა, ყოველთვის ბევრი ფაქტორი არის ერთად, ანუ არ არსებობს რომ რაღაც ერთის გამო იყოს, მაგრამ ბუნებრივად რა ავიღოთ, რა ერთი რაღაც ჩამოვარდნა რა ავიღოთ, მარტო რაც უფრო ჩამოვარდება ჩქარე თვითმფრინავი, მით უფრო ხო, სიჩქარე დიდი არის. იზრდება ეს მასა, შესაბამისად იწყებს პლანირებას, იმიტომ რომ უფრო იზრდება მის ქვეშ მასა. მაგრამ ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი, რომ უბრალოდ გასაგებად თქვენ თვითონაც მივხვდეთ. ამიტომ ყოველთვის წარმოიდგინეთ ხოლმე, როცა მიდის თვითმფრინავი, წარმოიდგინეთ რომ რაღაც ბალიშზე მიდის და ისე ჰაერს ჩამოკიდებული არ არის რა. მოკლედ, მინდა ახლა ჩემ გამიგრძელდა ამ ხელ მონოლოგი არასდროს არ მქონია, მაგრამ მინდა მივუბრუნდე ამ ჩემ მინდობას რა, რომ თავარი რითიც შეიძლება დაეხმაროთ თქვენ თავს, რომ მიენდოთ იმას, რომ არ არის თქვენი საკონტროლებელი ფრენა, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამისთვის არის კვალიფიცირებული. მერე თუ ეს პანიკურ შეტევების ეპიზოდში ვთქვა, მაგრამ უცბად ვიტყვი, აქ რა შეიძლება დაგეხმაროთ, თუ უცებ შემოგიდიათ, მოკლედ ამ რაღაც პანიკურ შეტევასთან დაკავშირებით, არის ის, რომ რამოდენიმე სავარჯიშო პირველი, როდესაც გიტევთ ეს ნერვიულობა, დაიწყეთ მოდუნება ყველაფერს. თუ ესე არ შეგიძლიათ მოდუნება, ჯერ დაჭიმეთ, ერთი ხელი, მეორე ხელი, მერე მოადუნეთ ფეხი, ზუსტად ისე კუნთები ფეხის ხელის და ანუ ძალით მოადუნებთ თქვენს ხელს. შემდეგი სავარჯიშო არის სუნთქვის 7-მდე რომ უნდა დაითვალოთ ჩასუნთქვისას, მერე 7-მდე ითვლით გაჩერებული, მერე 7-მდე ითვლით ამოსუნთქვისას, მერე ისევ გაჩერებული 7-მდე. აი ესე ეგეც აჩერებს ამ გულისცემას ჩქარს და კიდე რაც მუშაობს ძალიან კარგად არის რომ უნდა წარმოიდგინო დაინახო 5 რაღაც რასაც ხედავ უნდა თქვა 4 რაღაც რასაც გრძნობ 3 რაღაც რაც გესმის 2 რაღაც რისი გემო გაქვს ან თუ არ გახსენდები იმ მომენტში გემო გაიხსენო მაგათ ლიმნის გემო ან რაღაცის და 1 რაღაც რისი სუნი გცემს. ეგეც გაბრუნებს ძალიან რეალობაში. და ერთი რაც ძალიან ჩემი საყვარელი მეთოდი არის, ყოველთვის არის მუსიკა. მე მშველის ძალიან მუსიკა, როდესაც ნერვიულობ, მე ოპერაციის დროს რაღაც კბილის ექიმ და სულ უსმენ მუსიკას, იმიტომ რომ მუსიკას აქვს ძალა დაწყნარების და ესეც მოკლედ კარგი გზა არის. აუ იცი რა, ბევრი რაღაცები არის კიდე რაც შეიძლება აქ ვახსენო, მაგრამ არ მინდა რომ მთელი დრო წავიღო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს ახლა. და დავალოდოთ მის შემოერთებას. მადლობა დიდი. მეგობრებო, მეორე ნაწილში შემოგვიერთდა თაზო კეკენაძე, პილოტი, ადამიანი, რომელიც გავიცანი დღეს პირველად. მინდა ვთქვა, თაზო შენ ხარ პირველი სტუმარი, რომელიც არ არის ჩემი მეგობარი. მე ხო შეიძლება მომავალი მეგობარი. იმიტომ რომ შეიძლება დიდი ავიაციის თემა მისე დაგვაინტერესოს, რომ ვიმეგობროთ ამ ნიადაგზე. შვენიერი, თანახმავარ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით. არა მარტო ეგ არის პირველი აბავი, არის ის, რომ პირველი ბიჭი ხარ ამ პოდკასტში. აქამდე სუგოგოები იყო. სხვათა შევამჩნიე გადაავლე თვალი. სუგოგოები რო არის აქ. ხო და მოკლედ შენ გახსენი ეს ახალი ტალღა. თაზო ძალიან მიხარი აქ რო ხარ, იმიტომ რომ ეგოისტურად ეს თემა ძალიან მიყვარს. ავიაცია არის ჩემი რაღაც ხო იცი გულის რაღაცნაირად პეპლების თემა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მე რაღაც მომენტში ჩემი პირადი თემა მაქვს, იმიტომ რომ პატარა აეროფობიის ეპიზოდები მქონდა, რომელიც მე თვითონ დავძლიე და ამიტომ გაორმაგებული ინტერესი მაქვს. და კიდე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ თემაზე ქართულ ენაზე არ არის.
ამიტომ შენ ეხლა აქ მოგიწვიეთ რა ამ თემაზე ვისაუბროთ. არა აეროფობიაზე რა თქმა უნდა, არამედ უბრალოდ ავიაციაზე და რაღაც საინტერესო თემები გავასწირო. შვენიერი. ოღონდ სანამ დავიწყებთ ორი სიტყვით მინდა მომიყვე შენ თავზე იცი რა რომ საიდან რატომ გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი პილოტი? დიდ ავიაციაში რატო წახვედი? ხო, მიმინოს მერე. იმინოს მერე არა, ალბათ იმის მერე, რაც მამაჩემი იყო წასული უცხოეთში და სულ ცაში ვიყურებდი, აი ეს თვითფრინავი არის, მოფრინავს თქო, ბავშვობიდან შემრჩა, მერე სულ ცას ვაკვირდებოდი და ასე რაღაცნაირად გამიტაცა რა, დროთა განმავლობაში სულ ვაკვირდებოდი, მერე თვითფრინავები, მერე რაღაც თამაშები, კომპიუტერზე თამაშები და ასე შემდეგ აეწყო რაღაცნაირად და გამიტაცა რა. მერე უკვე მაინტერესებდა იქ კაბინაში რა ხდება, როგორ არის ყველაფერი განლაგებული, რა საკეთებენ და მე ამასობაში გავიზარდე კიდევაც და ვიფიქრე რომ უკვე სერიოზულად მოვკიდო ამ პროფესიას. რამდენი წლის იყო? უბრალოდ ჩააბარე ავიაციის ინსტიტუტში, თო? კი, უბრალოდ ჩააბარე, სკოლა რო დავამთავრე, აი არ ვიცოდი რა გამეკეთებია. ვიფიქრე პროგრამირება ხომ არ ჯობია მაინც, მაგრამ მე ბოლოს მაინც გადავწყვიტე შემიგული რაც კარნახობს იმ გზისკენ წავსულიყავი და დავერჩიე გამართლა 100%, ხო. და ახლა შენ ხარ 32-ის. ხო. ხა და რამდენი ხანია უკვე რეალურად პრაქტიკაში? მესმის რომ ალბათ თელავში ხო დაიწყე პირველი პრაქტიკული ფრენები. დავიწყე 2015-ში გქონდა ალბათ თუ სწორად მახსოვს პრაქტიკული ფრენები პირველად. ხო. 2-3 წელი გრძელდებოდა პრაქტიკა. პატარა თვითფრინავებზე იქ ცესნაც იყო. მე ხო იცი მე ერთი პერიოდი გავიარე კურსი ცესნად ხა ვარიაჟობდი სანამ დავიწყეთ ჩვენი რაღაცა ცოტა მინდოდა რომ მომეხიბლა რომ მეც რაღაც მესმის. რეალურად მართლა ძალიან მომწონს და ალბათ რაღაც მომენტში უფრო აქტიურადაც ვიზავდი, უბრალოდ მე მაქვს აი ეს პრობლემა ვესტიბულარული აპარატის და ძალიან მიჭირს პატარა თვითფრინავში, მართლა ცუდად ხდები იმ ამას. დამძლევადია, ხო იცი. ხო, ეგეც? ვიცი რომ კალიბრაცია. ავარჯიშებენ ჩვეულებრივად კი. მე მსმენია რომ სადღაც საფრანგეთში ჩაკეთებენ კალიბრაციას და ოცნებათ მაქვს როდესმე. მან წავიდი. მოკლედ. ხო, ეგ მაინტერესებდა საიდან, ანუ რატომ გადაწყვიტე და სხვათა შორის ეგ ძალიან ახლა რაღაცა ესეთი ის აქვს რა. რომ აი სულ ველოდებოდი და სულ უყურებდი, ახლოს იყო მე ჩემი საცხოვრებელი ადგილიც ისე იყო განლაგებული, რომ ახლოს იყო ეს რაღაცნაირად თვითფრინავები სულ უყურებდი. ხო და ინსტაგრამის იდეა როდის გაჩნდა? მინდა გავახსენო ჩვენ მეგობრებს, რომ თაზოს აქვს ინსტაგრამი Fly with Tazo ესე ქვია და ასე მივაგენი მეც, იმიტომ რომ ძალიან ის საინტერესო და სახალისო კლიპებს და ინფორმაციას აზიარებ. ხო და როდის გადაწყვიტე ამ კუთხითაც? არ ვიცი, სულ უყურებდი YouTube-საც, Instagram-საც, ვადევნებდი თვალყურს რა, სხვადასხვა ბლოგერებს და რაღაცნაირად მეც მინდოდა ამის დაწყება. არ მარტო ავიაციის მხრივ, ფიქრობდი რა გამოკეთებია და ნუ რადგან ეს ჩემი სფერო არის და ეს ვიცი ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, ეს ავირჩიე და მაგას მივყევი და დიდი ხანი დამჭირდა ვემზადებოდი ესე მორალურად რომ დამეწყო თუ არა, მაინც დიდად რომ ვთქვა რომ 100%-ით ჩემი სფერო არის ეს ბლოგინგი და ეს ყველაფერი არ ფიქრობდი. ეს რაღაც დამატებითი სარგებელის მოტანის საშუალება. ანუ სარგებელის მოტანასაც არ ადამიანებისთვის რა. ხო, უბრალოდ უყურებდი, აი ჩემი ის მინდოდა რომ გამეგო რამდენად შევძლებდა, რას მივახწევ, რაღაც წარმოდგენა მქონდა, რასაც მივახწევ და მინდოდა რომ ჩემთვის ეს დამერწმუნებია რა, ანუ ჩემ რაღაც თამასა დავდგი ჩემთვის მოკლედ და მინდოდა გამეკო რომ მივწდებოდი იმას თუ არა და რაღაცნაირად მე წავიდა აიწყო ერთმანეთს ყველაფერი და სხვა რამეშიც გამომადგა და რა ვიცი მე მგონი მშვენიერი გამოდის ხალხსაც მოსწონს 100% და მე რა მომწონს იცი ყველაზე აი შენ ამ ვიდეოებში ყველაზე ძალიან მომწონს რაღაც მითებს რომ ამ სხვა ხოლმე აი რაღაც ყოველდღიურ თემებს რომ აზიარებ ეხლა მე ეს ეპიზოდი კონკრეტულად აეროფობიის კუთხით გვაქვს და ვიცი რომ შენ ახლა მაგის სპეციალისტი არ ხარ, უფრო პრაქტიკული პილოტი ხარ, ამიტომ აი რაღაცები ესეთი თემები, რაც შენ აზიარებ ხოლმე შენ ინსტაგრამზე მომწონს იმ კუთხით, რომ აი თუნდაც ახლა ამ შესავალში ვიძახდი, რომ რამდენად რეგულირებული არის ეს სფერო და რამდენად ყველაფერი არის მიმართული უსაფრთხოებაზე, რომ ელემენტარულად ორი პილოტი ერთად რომ მიფრინოს, სხვადასხვა საჭმელს ჭამს, რომ შემთხვევით ერთი რომ მოიწალება მეორეს რამე, მეორე გააგრძელოს გზა. აი შეგიძლია რომ აი რაღაცა ესეთი ფან, ეს არაჩვეულებრივი ფაქტები გააზიარო. თუნდაც ამ შენი რილსებიდანაც არის რაღაცა რა აეროფობ ადამიანს დაეხმარება რომ დარწმუნდეს იმაში რომ მართლა იმდენად ყველა წამი და წუთი არის გათვლილი. მე მაგალითად მახსოვს რომ ახوارსებობს რაღაცა სპეციალური ტიპის ღრუბლები ხო, რომელსაც აი ელვა თუ რაღაც არის შეგინდა იმასთან ახლოს მისვლა არ შეუძლია თვითფრინავს რაღაც 400
რაღაცით მეტრის რა. 5 კილომეტრი. 5 კილომეტრი შემიშალა, ხო? ხო, ეს კი, ეგრეც არის. ჩვენ რადარზე ვხედავთ მაკრობებს, წითლად არის, კაშკაშა წითელი ფერი არის და იქ რა თქმა უნდა არ შევალთ, იმიტომ რომ ვიცით რომ იქ რაც შეიძლება მოხდეს. აუვლით გვერდით მაგაზე პრობლემა არ არის. არ ვიცი. საინტერესო რა არის, რომ თვითმფრინავში რა ზიხარ გზავრის როგორც გზავრი, რეალურად შენ ყველაფერი ბევრ უფრო ახლოს გეჩვენება. ის ღრუბელიც კი რომელიც 5 კილომეტრში 10 სილე შესინადვერს და შორს მიფრინავ, ძალიან ახლოს გეჩვენება, რომ იქ სიმხელა არის რომ ხო, ანუ გვერდი ხო და ისიც აი თვითმფრინავი რო გვერდზე ჩაგიფრეს ხოლმე, ხო გეჩვენება რომ ძალიან ახლოს არის. სინამდვილეში ბევრად უფრო შორს არ ვიდრე წარმოგ. არ ვიცი ესეთი მითი რა დავამსხურიო კიდე ეშინიათ ხოლმე რომ ერთი ფრინავი გამოდის გარეთ მაგ შემთხვევაში რა ხდება და აი როგორ და რატო და ნაირად ან ხო არ ჩაეძინება იმას რამე ხო არ მოვა ეგრე როგორ შეიძლება სხვათა შორის არა იქ ერთი რო გამოდის ჩვენ უკვე კანონი არის რომ ერთი ფრინავი მარტო არ რჩება კაბინაში ყოველთვის ის ერთი რო გამოდის არ ბორტგამყოფი ან ვინმე სხვა შედის იქ და კი ეგრეთი წესი არის სხვათა შორის ეგ არ ვიცი. წლების წინ ცუდი რაღაცები რომ მოხდა. 911-ის გამო, არა? 911-ის გამო, არა? გერმანიის თავზე იყო, ევროპაში იყო. რაღაც кейსის გამო. გამოვიდა და ის ჩაიკეტა და ცუდი რაღაცები. კარი ჩაიკეტა, ხო, ხო. ვიცი ეგ ისტორია, ფილმიც გადაიღეს მერე მაგ ისტორიას. მაგის მერე ესეთი რამე დააწესეს, რომ არ შეიძლება და ყოველთვის ვიღაც უნდა იყოს შიგნით. მისმენთ და თუ მიფრინავს 12 საათი გზაში. ხო. არ გეძინებათ? ძალიან მეც. მერე არ შეიძლება რომ ჩაეძინოს პილოტს და მანდაც მონაცვლეობით არის კონტროლირებადი წელი, შეიძლება წელი გარკვეული პატარა 15 წუთის განმავლობაში შეიძლება ჩაიძინო, ოღონდ შენს გვერდზე უნდა იყოს ადამიანი, შენს უკან უნდა იყოს ადამიანი და უნდა კონტროლებოდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა ძალიან რთული 12 საათი არც შეიძლება ფრენა, არის ლიმიტები, duty time-ები გვაქვს და მაქსიმუმი დრო რა არის რაც შეიძლება. ანუ მუშაობიდან დაწყებიდან სანამ აფრინდები კი არის სამსახურში რომ მოდიხარ, სამსახურს რომ ამთავრებ არის 13 საათი. მოატყუო არავის დაახლოებით 13 საათი არის. ხო გააჩნია დღის რომელ მონაკვეთში იწყებ და ამთავრებ, მაგრამ ეგეც არის მნიშვნელოვანი. თუ ღამე იწყებ, ღამის 4 საათზე იწყებ მუშაობას, მაშინ უფრო ნაკლები არის. ხო, აი აწყობილი არის ადამიანის ორგანიზმზე ყველაფერი და მისი შესაძლებლობებს. რაც მომწონს აი როცა განვიხილავდი ამ თემებს, რაღაც უსაფრთხოეს და ყველაფერი და რეგულირებულია, ის მომწონს, რომ თუნდაც შერას თქვი ახლა რა, რომ რაღაც кейსი, ანუ როგორც კი რამე кейსი ნებისმიერ დგება, ეგრევე ძალიან მალე რაღაც ახალი წესი ემატება და ანუ მუდმივად გამკაცრებაში და რეგულაციაში. ეგრე არის ნამდვილად. იმიტომ რომ მახსოვს, რომ კიდე ერთი ის ანუ ძირთადად ხო როგორ არის ადამიანის ტვინი მოწყობილი, ხო, ცუდი кейსები ახსოვს. აი შეიძლება 33 მილიონი რეისიდან რაღაც დღეში, ან წელიწადში ერთხელ რაღაც მოხდეს და მართლა ტრაგიკული არ ღიმილით არ ვიძახი ამას ნამდვილად ახლა ამ ხალ ტრაგედია, იმიტომ რომ ერთდროულად ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს, ხო, ამ ყველაფერს, მაგრამ პრინციპში ესე გამოდის, რომ არასდროს არ არის რაღაც ერთი რაღაცის გამო, აი ძალიან გამონაკლისი ამბავია და ყველაზე ახლოს აბსოლუტურ უსაფრთხოებასთან არის ფრენა და აბა მაგაზე გითხარი ორი სიტყვით რა. ხო, აი მართლა ეგრე ჩანს, რომ რამე რომ მოხდება, ეგ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი არის მთელ მსოფლიოსთვის, ყველგან ეს ნიუსი ვარდება. ყველა მაგას უყურებს და უკვე ამახსოვრდება ადამიანს რა, ადამიანს მართლა ცუდი რაღაცები ამახსოვრდება უკეთესად ვიდრე ანუ მე მახსოვს ახლა რომ ინდოეთის ფრენა რო იყო და რო ჩამოვარდა თვითმფრინავი, აი 11 სიში რო გადარჩა ერთი კაცი. ზუსტად ვიცი რომ აეროფობი მეორე შემთხვევა არის, ზუსტად დაახლოებით ეგეთი შემთხვევა იყო მანამდეც და ზუსტად იგივე ადგილას გადარჩა ერთი. ხო და აი წარმოგიდგენ აეროფობის ტვინი როგორ მუშაობს ეგეთ დროს, შემდეგში დაჯავშნის 11 სიის ბორდი. ხო, არა და ანუ ჩვეულებრივი დამთხევა არის, ხო, ეგეთი რამე ხო არ შეიძლება. ზოგი აგერ აზერბაიჯანში რომ მოხდა ამ შემთხვევა, კუჩი ვინც იყო უმეტესობა გადარჩა. გააჩნია როგორ და რა მოხდება რა. იმედია არსად არაფერი აღარ მოხდება, მაგრამ ნუ არ არსებობს. ეგეც მინდა რომ თქვა, რომ არ არსებობს რომ არაფერი არ მოხდეს. ანუ თავარია აზრი ამ ყველაფრის არის იმაში, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არის აბსოლუტური უსაფრთხოება. სამწუხაროდ რაღაცები მოხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიხშირით მოხდება, რომ შეშეგეხება მაინც და. მაშინ ყველაფერი იდეალური უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანი, რომელიც უშვებს მაგ შეცდომებს, ადამიანიდან იწყება ყველაფერი მაინც ასე თუ ისე საბოლოო ჯამში.
ტექნიკაც იღლება და ის სულ მოწმდება, რა თქმა უნდა, ყოველ გაფრენის წინ მოწმდება, რაც საჭიროა, თვეში ერთხელ მოწმდება, რაც საჭიროა. 6 თვეში ერთხელ მოწმდება მთლიანად. მე მგონია, რომ ასე ამხელა შემოწმება არ აქვს სხვა არც ერთ. ხო, მართლა აი. და ერთი კითხვა მაქვს, მე ვიცი, რომ ფრენის წინ რაღაც მეტეოროლოგიური რუკებიც გაქვს, რომ იცოდეთ გზაზე, თუ ეგრე არ არის ყველა ფრენის. კომპანიას გააჩნია ჩვენთან როგორ არის, იცით? მოვდივართ ოფისში, ყველა საბუთს მობეჭდილს გვიდებენ, მაგალითად. ყველა ფრენის წინ? ხო, ყველა ფრენის წინ. საათნახევრით ადრე ვართ ოფისში ვზივართ და საბუთები გვაქვს. იქ ამინდიც არის, აეროპორტში რაც ხდება, იმის მონაცემებიც არის, ნოტამები და ასე შემდეგ. მთელი ტრასაზე რა ამინდიც არის. ხო, მაგას ვიცი. აი, ყველაფერი მთელი ინფორმაცია გვაქვს, ასე ვთქვათ რა. ნუ ახლა მოწმენდილცაზე ტურბულენტობას ვერავინ ვერ გეტყვის. ხო, მაგრამ ზოგადად ტურბულენტობა გზაში მაინც შენს წინ რომ თვითმფრინავი მიფრინავს და იმას ტურბულენტობა შეემთხვა, მე ის გადასწახებს ხოლმე. მართლა. ხო, ეგრე გვგებულობთ ხოლმე ჩვენ ღრუბელში რომ ხო ვიცით რომ მეტნაკლებად შეიძლება რყევები. ტურბულენტობა რა არის? მოდი, ერთხელ მე კი ვიცი თეორიულად, მაგრამ გითხარი. აი, პოდკასტს მოусმინე სხვათა შორის და ტურბულენტობაზე ლაპარაკობდი, რომ წინასწარ შეგვიძლია მაგის გაგებაო. თლაც ეგრე არ არის, ხო. ჰაერში რომ მიფრინავთ რაღაც 10 კილომეტრის სიმაღლეზე და შევნიშნეთ რომ ტურბულენტობა არის, უკვე ჩვენ დისპეჩერს ვეკითხებით იმ ზონაში რომ სხვაგან თუ შეინიშნება ტურბულენტობა და შეიძლება თუ არა დავეშვათ ან ზემოთ ავიდეთ რა ჰაერში და მე ის იკითხება უკვე სხვა ეკიპაჟებს, სხვა თვითმფრინავებს და ეგრე ვგებულობთ, სადაც შეიძლება რომ უკეთესი პირობები იყოს, ხო? აუ, რა საინტერესო. ხო, მაგრამ თვითონ ტურბულენტობა რა თქმა უნდა ისეთი საშიში არ არის, მანამ საშიში არის მაშინ როდესაც ადამიანი არ იცავს თავის თავს და დგება მაგ დროს თუ ძლიერი ტურბულენტობა არის და ჩემოდანი თავში ჩა. ხო, იწყებს სიარულს, ეს ჩემოდანიც ისე აქვს შეტენილი, რომ ძლივს არის დამაგრებული და მოკლედ რა წესებს თუ არ ვიცავთ, მაშინ ხო, საშიში არის. აუ, ერთ რაღაცას კითხავ კიდე, რაც მქონდა თავში და მინდა რომ ეგეც გამქართო. მოკლედ ხო არის რაღაც თემა, რომ ჯდები თვითონაში უნდა გათიშო ყველაფერი ავია იმას დააყენო რეჟიმზე. და ან როდესაც ჭირდა ესა ძალიან რომ ეშინა და ანუ ეგრევე ვაყენებ და ვამოწმებდი. თასო არ მეზარდა ვიხედებოდი რომ ხო ყველამ დააყენე თავი. სინამდვილეში ანუ მე რო გავიაზრე და ეს გავიარა ეს კურსები და რაღაცა მივხვდი რომ რეალურად ერთი ჩართული ეს რაღაცა ტელეფონი არაფერს არ უზავს ჯამში იმას რა ქვია, მაგრამ ეხლა ერთდროულად ყველა რო იყოს შეიძლება პატარა ხაზურვეზი იყოს. და აი რატო გვაშინებენ ესე ძალიან თვითმფრინავში? შევალ ტექნიკურ დეტალებში რა. მოდი რომ არ დაგვაშინო. ხო, არა. დაშინება არ გამომივა. როგორც გავწდებით ჩვენ სატელეფონო ანძებს, იქ გინდ გქონიათ ჩართული ტელეფონი, გინდ არა. არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. მაგრამ აი დაშვების დროს განსაკუთრებით, ну, რა თქმა უნდა, გავლენა მინიმალური აქვს მაინც. მაგრამ რაღაც აქვს. შეიძლება იყოს პატარა ცდომილება. ჩვენ გვაქვს მოკლედ, ასეთი ორი ხაზი არის, კვეთს ერთმანეთს და იმ ორ ხაზს უნდა გავყვეთ, ზუსტად შუაში უნდა მოვახვედროთ ჩვენი ეს პატარა ოთხკუთხედი, რომ სწორად მივიყვანოთ თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე. აი ეს ხაზები არის რადიო სიხშირეები. ერთი რადიო სიხშირე განივზე, მეორე გრძედზე მუშაობს და შესაბამისად გადაკვეთის წერტილი რადიო მიცის როგორც არის და ეგ ამთხოვს. ხო. ძალიან ბევრი მობილური რო არის ჩართული დაფრენის დროს და ყველა ერთდროულად იჭერს რომელიღაც ანძას სიხშირეს ანძისგან. აი მაგ დროს შეიძლება რაღაც პატარა ცდომილება მოხდეს და შენი 0.01 გრადუსით შეფერხება და გადახვევა იყოს შემთთვის 1.5 მეტრი ცოტა მარცხნივ და როდესაც შენი დასაფრენი ბილიკი სულ არის 40 მეტრი, 5 მეტრი უკვე ცოტა არ არის, ხო? ხო და მაგ მხრივ ხო, რაღაც პატარა შეფერხება შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, სავალალო და ესეთი არაფერი არ მოხდება, მაინც ახლა ჩვენც ხო უყურებთ ჩვენი თვალებით ყველაფერს და ვაკონტროლებთ. მაგას ჩვენ ვერც შევნიშნავთ, რის გამო არის ეს შეფერხება, არავინ არ გვეტყვის. უბრალოდ დავინახავთ, რომ ჩვენ თითქოს და სწორად ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი გაზაფრენი ბილიკი ცოტა გვერდზე არის და დავაკორექტირებთ, ასე ვთქვათ. პრობლემა არ არის, მაგრამ ჯობია რომ მაინც დაშვების დროს გამორთული გქონდეს. ხო და აი ეგ ხო ერთი მითია რაღაცა. მეორე მითი კიდე რაც მაინტერესებს, სულ მეგონა ხოლმე რომ არსებობდა ეს ჰაერო ორმოები რა. მე რაღაც შეიძლება არასწორად მახსოვს, მაინც კითხავ რომ სიამდვილეში ორმო კი არ არის, უბრალოდ პირიქით არის ზემოთ ესეთი, ანუ ორმო, საჰაერო ორმოში ჩავარდი არის თემა? თუ არის რომ პირიქით ზემოთ ადიხარ და რაღაც ესე. აი როგორ გითხრა, ორმო არ არის, უბრალოდ დინება არის, რომელიც ქვემოთ ჩადის, ზემოთ ადის, მიყვება ასე ვთქვათ, რელიეფს, როგორც მიწის ზედაპირი არის თაგორიანი და იმას რომ მიყვება
ჰაერი, ზემოთაც არის თავისი, ასე ვთქვათ, მთაგორები და ეს ჰაერიც ზოგჯერ ჩადის, იმიტომ რომ წნევა ზოგან დაბალია, ზოგან მაღალია და სადაც ცვლილება არის, ან ზემოთ ჰავა დინება, ან ქვემოთ მაგ დროს. მაგრამ აქ ძალიან მინიმალური არის ხოლმე. ძირითად შემთხვევაში სიმაღლეს ცვლილება არ აქვს. ძალიან турბულენტობა უნდა იყოს მართლა, турბულენტობაც განსხვავდება ტიპებისგან, შეიძლება უბრალოდ სტრიმი იყოს, ჰაერის ნაკადი იყოს სადღაც და მად მოხვდე, მად ყველაზე ძლიერი არის ხოლმე. შეიძლება წინა თვითმფრინავმა გადაკვეთა, ხო, ეგეც საკმაოდ არასასიამოვნო ესეთი მომენტია, ერთხელ მქონდა მაგის შეგრძნების საშუალება და საკმაოდ არ არის სასიამოვნო. ეს როგორ წინ რო ხოცებ წარმოგიდგენ ზღვაზე როგორ წინ რო გადაგივლის რაღაცა. აი ზუსტად ეგეთი ეფექტია, ხო, წინ რომ რაღაცა დიდმა გემმა გადაგიაროს და შენ მის ტალღაზე მოხვდე, დაიწყებს თვითმფრინავი რაღაცეებს და ეს ზუსტად ეგეთი იყო. შენ თავრო არ გეხვევა არასდროს? არა, მე მსიამოვნებს. აი, მაგიტომ მე ვერ გამოვ ვერასდროს პილოტი, იმიტომ რომ აი ეგრევე თავრობე ხო ახალ. მაგრამ სხვადასხვა აი მე ესპანია ბევრისგან რომ ეს турბულენტობა სიამოვნებთ, იმიტომ აი როგორც თუ შეხედავ турბულენტობას ისე რომ აი რომ გაქანავებს რაღაცა გარწევს რომ თან დაიძინო ან ეგრევე. გააჩნია როგორი არის ხოლმე რომ მივდივართ უბრალოდ მივფრინავთ და ეს ჰაერი აცაკცაკებს ავიბრირებს თვითმფრინავს და ეგ არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ ნუ არაფერი შეგრძნება არ არის, მარტო დისკომფორტი არის და ზოგჯერ არის რომ ცოტა ქვემოთ ზემოთ, აი ასე. თან რეალურად მე მაგასაც ხვდები რომ სინამდვილეში თვითმფრინავი შეიძლება ვიზუალურად კი არა ოდნავ იყეოდეს, მაგრამ რადგან დიდი მასა აქვს, შენ შიგნით უფრო გრძნობ, თორე ისე ყევა ძალიან პატარა. გარედან რო შეხედავ, თითქოს არაფერი არ ხდება და შიგნით ხო არა. ხო, ეგეთი შეგრძნება არის. სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ ხდება. ესე იგი, ჩემ ფიზიკის მასწავლებლმა დაურეკო, რომ ნიშანი შემიცვალა. სკოლაში ძალიან ცუდად ვიზავდი ფიზიკა. ეხლა გავერკვე ყველაფერს. იცი რა მითხარი? აი ყველაზე ძალიან აეროფობებს მოკლედ და მე როგორც ყოფილი აეროფობი გეტყვი, გვაქვს ჩვენი რაღაც ტრიგერ თემები, რაც გვატრიგერ. თავარი არის ხმები, ჩემო თაზო. ანუ აი რაღაცა თუ წკაპ რო დაიწყებენ. და ვერ ხვდებით ხოლმე რა ხდება. მეცაც გეტყვი რაღაც მომენტში ზოგი ძველ ბორტებს ხო აქ ჩვეულებრივად რო ინთება რო რაღაცა მოწევა აკრძალოს ეს ახალ ბორტებს ზოგს საერთოდ არ აქვს ეს ინთება მარტო იმ დროს ანუ გადახაზოთ რაც კი არა ჩაბნელებულია რაღაც რომელიღაც ახალ ბორტზე მოხდა უცებ ვიფიქრებ აი მე რატო აქ ჩავქრალი ნეტა არ მოშავს ხო და აი ეს ხმები რისთვის არის ეს წკუნწუნა რატო არის ეს ხმები თვრენ პირველ რიგში ყურადღება რომ მიიქციოს შენ ანუ თუ ხმა არ იყოს და გვერდზე გაიხედო და ეგ რაღაც ხდება და შენ ყურადღება არ მიიქციო რა შეგჭირდებათ რომ აქცევთ ადამიანებს ამ რატო ძაბავთ ადამიანებს ან მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ ხმებით მესმის ისიც მესმის რომ ამდენი ხალხი რომ გააკონტროლო ერთ სივრცეში უნდა რომ წესრიგი იყოს მაგრამ ალბათ უფრო იმაზე გათვლილი ხალხის მასაზე ან და არა კონკრეტულად ადამიანებზე ზოგს აქვს ფობია გასაგებია და ხმები აწუხებს მაგრამ 150 კაცში რომ 10 აქვს ფობია ჯობია ყველა ერთად მაინც ყურადღება მიიქციო და იმ 10 კაცს მე რამენაერად დაამშვიდოს სხვა შესაძლებლობებით ხო ალბათ ესე არ ვიცი ანუ შენ არ მოგთხოვა პასუხი რას გვერდში ზუსტად არ ვიცი რას გვერდში და რეალურად აი რას ნიშნავს აი ხვედების ნიშანს რომ რთავთ და თიშავთ ხო აი რისთვის რა შემთხვევებში ვაკეთებ ხო რა იმიტომ რომ რაღაცნაირად ხანდახან 2 საათი არ არის ხოლმე ხანდახან ფიქრობ რომ აი უბრალოდ პილოტი ასვენებს ბორდ გამძიმლებლებს და სხვათა შორის ეგეც არის ზოგჯერ ის არის რომ ვიცით რომ турბულენტური ზონა არის მოსალოდნელი და უბრალოდ უსაფრთხოება არის იმიტომ რომ იმან რომ გაიაროს თავისი ჩემოდანი არ დაეცეს თავს ხო რა აგორავებს ურიკით საჭმელი სადაც ხარის წყალი სადაც არის აი იმით შეიძლება რამე ისეთი მოხდეს გადაყირავდეს ვინმეს ზიანი მიადგეს და მაგასაც უფრთხილდებით ზოგჯერ ჩვენც ადამიანები ვართ და გვავიწყდება და მე ბოდგამცილებელი შემოდის ჩვენთან და ამბობს რომ აი გათი შეუკვე მიეცის საშუალება ამ ადამიანებს შევიდნენ სადაც უნდა და იცი როგორ მნიშვნელოვანია ხა ამას რო იცახი რატო იცი იმიტომ რომ თქვენთვის პილოტებისთვის ეს არის ყოველდღიური თემა რომელშიც აი არც შიში გაქვთ არც ნერვიულობა სიამოვნებს აგერ რო გაქანავებს და ანუ აეროფობებს რეალურად აი ყველაფერი გონიათ რომ ისინი აკონტროლებდა ანუ ამის გაგება რომ რა ვიცი გამორჩა არ არის ისეთი ანუ ამაზე არ უნდა მოკვდე ნერვიულობით, ეგეც უკვე გრადუს წევს დაბლა ნერვიულობის რა. ნუ აი ეგეთი რაღაცებიც არსებობს, ხო, არაფერი საშიში იქ არ არის პირიქით თუ ღვედი შეკრული გაქვს
შვიდათ უნდა იყო. გავიგე. ეხლა კიდე გეტყვი. მე შენ თუ არ გახსოვს, მე გეტყვი ყველა მითები მე ვიცი. მე ვიცი რომ როდესაც ცხელა ძალიან, ანუ ხო გვაქვს ხოლმე შიშ რომ აი ცუდი ამინდია აფრენა წვიმაში თოვლში. მე ვიცი რომ თოვლში აფრენა წვიმაში უფრო ადვილია ვიდრე ძალიან სიცხეში, იმიტომ რომ გაცხელებული ზედაპირი როცა არის. სწორად გსაგნია. ხო. არ გაქვთ ვაკანსიები. თქვენ იმაში. ხო და აი რა არის ისეთი, აი ესეთი რაღაც მაგალითად ამინდის კუთხით, აი ყველაზე სასიამოვნო როდის არის ფრენა. ღამე ჯობია თუ დღე, ანუ არის სხვაობა როდის არა, ღამე არ ჯობია. ფრინავის თვალსაზრისით, იმიტომ რომ დაღლილობა არის მაინც და მირჩევნია დილას გავიღვიძო, მოვემზადო, წავიდე რეისში და შევასრულო. ვიდრე ღამის ფრენა არა. როდესაც გეცინებოდა, ყველაფერს ცდილობ რომ არ დაიცინო. ხო, რთული არის. კი ემზადები, წინასწარი იძინებ სახლში, ცდილობ რომ დაისვენოს რეისის წინ, მაგრამ ღამე ფრენა მაინც ესეთია და ამინდის მხრივ მეკითხებოდი შენ მაგას. ამინდის მხრივ, ხო, სიცხეში გაუხშოვებული ჰაერი არის, ძალიან ისეთი არის, სუსტი, ასე ვთქვათ, ჰაერი და თვითმფრინავი მდგრადად არ იმყოფება ჰაერში, ანუ შეიძლება ქვემოთ, ზემოთ, აი რაღაც გადახრები გქონდეს, ხო, აი მაგ მხრივ სიცხეში ფრენა არ არის კარგი. სიცივეში უკეთესია, რა თქმა უნდა, ცივამინდში კარგია, როდესაც ქარი არ არის. აი ესეთი ამინდით, როგორც დღეს არის, მშვენიერი ამინდია შეიძლება ფრენა. ანუ დღეს ხო მაგრა წვიმს, რომ იცოდეთ, ეხლა არ ვიცი როდის გამავა ეს ეპიზოდი, ალბათ ერთ თვეში, მაგრამ დღეს აი ისეთი წვიმა იყო და ისეთი ის რა. ხო, არა. თლად ესეთი წვიმაც არა. აი რო გადაიღებს წვიმა, მე უკვე უკეთესი იქნება, ხო. და კიდევ მნიშვნელობა აქვს თუ არა აეროპორტებს, მე მაგალითად მაგ შეგრძნება, რომ ჩვენი თბილისის აეროპორტი ძალიან ქარიანი არის და მაგალითად ქუთაისის ნაკლებად, თუ ეს ჩემი შეგრძნება. არა, ეგრე არის, ძალიან ქარიანი არის თბილისის აეროპორტი. თბილისის, ხო? იმიტომ რომ მე რამე აეროპორტი არის მაგ მხრივ. ხო. იმიტომ რომ არა მარტო ქაის მხრივ, არამედ წინ ხევი არის. იმ ხევში ეს მთელი ჰაერის მასა ჩადის, მერე ადის და როდესაც ეშვები, აი მაგ ხევში სულ გიწევს აი დაძაბული და ესეთი კონცენტრირებული ფრენა, რომ სიჩქარე აკონტროლო და შენი კუთხე აკონტროლო თვითმფრინავის ერთ-ერთი ანუ შემიჩნევა მეც, იმიტომ რომ ადრე თბილისში რაც გადმოცხორდა აქედან რომ იწევს ფრენა, სულ მიკვირდა რომ ეს რთულად რა, ანუ ესეთი ჯანჯღარით რატო არის? იმიტომ რომ მე ადრე ძალიან მარტივად უყურებდი ფრენას რა და მე კიდე ერთი რაც ის ქარი და ეს ხევი აი ძალიან და მაგალითად მაშინ მესტიაში, მე ვიცი რომ მესტიაში რადარი არ არის და ანუ მესტიაში რომ თუ არა მეშლება. ხო, მეც მასე. რაღაც ურეკავენ ხო, აბა როგორი ამინდია და თუ კარგია ისე ჩდება. ვიზუალურად დაფრინავენ. ანუ ხელსაწყოებს ვერ გამოიყენებ იქ, ან ვიზუალური ფრენა არის მთლიანად, ასე ვიცი მე. ხო. ასე ვიცოდი, რა ვიცი. თუ არაფერი შეიცვალა. მეც ეგრე ვიცი ზუსტად. ვიზუალური ფრენა არ ვიცოდი საერთოდ. აი ღამე სიტყვაზე ხო არ ჩანს არაფერი ჩვენ და დავფრინავთ ხელსაწყოებით, ხო. უყურებთ იმას, რაც ხდება და ხელსაწყოებით მივდივართ. და როდესაც ყველაფერი ჩანს და არაფერი არ გინდა, მაშინ უკვე ხო შეიძლება ვიზუალურადაც ვიფრინავ. შენი აზრით, ახლა ხო გისმენს სამდენი ადამიანი და რაღაც შვიდდება შენი საუბრით. შენი აზრით, რატო ამშვიდებს ადამიანს პილოტთან გასაუბრება? ვფიქრობ, რაღაც გარკვეული პატარ-პატარა ცოდნები. ანუ და იმის აღქმა, რომ რა ხდება სინამდვილეში იმის მიღმა, რაც შენ არ იცი. ანუ როდესაც რაღაც არ იცი, შესაბამისად იმასაც ვერ აღიქვამ, რა შეიძლება მოხდეს და ადამიანის თვინისი არის შექმნილი, რომ ყოველთვის ცუდს ფიქრობს. არ ფიქრობს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ფიქრობს რომ აი რაღაცის მოლოდინი აქვს. ეგრე არის ოდეთგან ეგრე არის ადამიანი შექმნილი, იმიტომ რომ როდესაც გამოქვაბულებში ხო და მამონტები რომ სულ ფიქრობდით რომ ეგ იყო ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი, რომ რაღაც ცუდი მოხდება და სულ მზადყოფნის მდგომარეობაში ვიყავით და ეს შემოგვრჩა რაღაცნაირად ეს ინსტინქტი და დღესაც რაღაც რომ არ ვიცით, ველოდებით ცუდს ვიდრე კარგს. და ამიტომ როდესაც უფრო რაღაც ცოდნას შეიძენ, უფრო ახლოს ხარ, უფრო რაღაც გაერკვევი თემაში უკვე ნაკლებად გეშინია, ნაკლებად გაიგო. ხო და აი რო აკეთებ ამ ვიმეებს, რა ქვია, ვიდეოებს, არ გინდა რომ კურსი გააკეთო? სხვათა შორის ფიქრობ, მაგაზე შეიძლება. უბრალოდ მე ხო ფსიქოლოგი არა ვარ და ხო და ანუ არ არის აუცილებელი ჩართე ფსიქოლოგები არა? შეიძლება. გონია რომ იმ დღეს სხვათა შორის რაღაც გადაცემაში ვიყავი და ერთი ბიჭი იყო მასული ძაღლებით, რაღაცას ხოვდა და თან ძალიან გაწვრთნილი ძაღლები იყო და მეუბნებოდი რა, აი წარმოიდგინე ეს ძაღლები რომ გაწვრთნა იმ კუთხით, რომ ბავშვებს ვისაც ძაღლების შიში აქვს, ცხოველების შიში, მასწავლებელი ძაღლი, რომელიც ნელ-ნელა შეაჩვევს
გონია რომ უმაგრესი ხო მეც სამგონია მე დიდად იმ ბიჭს არ დაინტერესა ვინმე თუ გვისმეს ვისაც ეს ვიდეო მოწონს გთხოვთ გააკეთეთ იმიტომ რომ გონია რომ ნებისმიერ ანუ ისეთი დამღლელია ეს შიში მე გეუბნები როგორც ადამიანი რომელიც ძალიან ბევრი შიშიდან მოვდივარ და გამოსვედი ძალიან ბევრი შიშიდან ჩემ თავზე მუშაობ ყოველ დღე ამ მიმართულებით აი სასწაული ბევრი რაოდენობის შიში მქონდა ცხოვრებაში მაგრამ აგერ ვარ და დაუძლია ძალიან ბევრი ხო და ვერ დავძლებდი რომ არა იმ ალექსის კურსი რომ არა რაღაცა ლექცია რომ არა რაღაც თემა და შესაბამისად ანუ მგონია რომ თუ შეიძლება და ქართულ ენაზე იყოს მსგავსი მასალები ხოლმე სასწავლი ძალიან მაგარი იქნება იმიტომ რომ არ გვაქვს სამწუხაროდ ხო სხვათაშორის ძალიან ბევრი მწერს რომ ამ ვიდეოებით რასაც ვიწერ ჩვეულებრივად ბევრი მწერს რომ აი დაძლია რაღაც შიში აღარ ეშინია დაფრინავს გაბედა და ძალიან მიხარია ეს რაღაც მომენტში მაინც თავისი პლუსები მოიტანა ასე ვთქვათ. ხო, თავის პლუსები კი რომ მე ჩემი აზრით გონია რომ ამას ვაკეთებ ეგეთ საჯარო სივრცეში ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რომ სარგებელი მოუტანო სხვა ადამიანს. მარტო ეგ, თორე ის აზრს ვხედავ ეგეთ დროს და მგონია რომ იმდან დიდი სარგებელის მომტანია ეს შენი პლატფორმა რომ ეგ მიმართულებაც მაგარი. ხო და ჩაგაჭარ კიდე. ტოპ 5 რჩევა მათთვის ვინც პირველად ჯდება თვითმფრინავში. პირველად? როდესაც შიში აქვს? არა აუცილებელი. არ არის აუცილებელი? ნუ პირველ რიგში ალბათ გაეცნოს რანაირ მარშრუტით მიფრინავს, იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანი არის შიში რომ არ დაეუფლოს საერთოდ. სად გადაუფრენს აკვეთნებს, ხო, რა აკვეთნებს გადაუფრენს და დაახლოებით როგორ წავა თვითმფრინავი. ეგ კარგი იქნება. გართობა. ან ადამიანთან გაფრინდეს პირველად ვისთანაც კომფორტულად არის, ან რამე წიგნი, მუსიკა, რამე საშუალება რითიც გაერთობა გზაში. ალკოჰოლი არაფერში. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა. აუ, და ჩემ ტვიჩიზი ხარ. ხო, მაგას თუ მიერთებთ და მერწმუნეთ რომ გაქცევა რეალობიდან. შემდეგ გაიღვიძებთ, უარესად იქნებით, შეიძლება უფრო მეტი შიში დაგიუფლოთ, რომლის შესახებაც საერთოდ არ იცოდით, ან პანიკაში ჩავარდეთ, ან რაღაც ეგეთი არ ღირს. ან შეიძლება უბრალოდ ცუდად გაგხადოთ, ну მოკლედ ბევრი თავისი მინუსი აქვს. აი მაგაზე ჩაგეჭრები ერთ რაღაცა, აუ ხალხო მაპატეთ, ვინც მეტყვის ახლა რომ იმაწერს კომენტარს, ნუ აწყვეტინებს სტუმრებს და მინდა თქვა რომ ეს არის ფორმატი ორ ხრივი საუბრის, იმიტომ რომ წერენ ხოლმე რა ვქნა მუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ მან რა მინდა გითხრა, ახლა ლაპარაკობდით რა მარჯვენა ტვინი, რომელიც არის პანიკა ტვინი, რაღაც მომენტში შენ თუ არ დაფრინავ, რომ იგიცავს თითქოს რა, რომ აი არ ჯდება, რაც დიდი ხანი არ ჯდები თვითმფრინავში, გონია რომ გიცავს, რომ რაღაცა სიცოცხლე ის არის. სირთულეში არ გიშვებს, ხო? ხო, ზუსტად ბევრ რამეში არის ეგრე, მეც აი რაღაცებით ვიყავ გატაცებული და რაც უფრო დიდხანს ვემზადებოდი იმის გასაკეთებლად, მით უფრო არ მინდოდა და მით უფრო ხო და აი ალკოჰოლზეც ეგრაა, რომ რაც უფრო დიდხანს იკავებ, თავისთავად არ ჯდები თვითმფრინავში, ხო უარესია, მაგრამ თუ ჯდები ყოველთვის სასმელით ხელში, შენ ტვინი იმახსოვრებს, რომ ესე იგი თუ არ დალია ამან ესე იგი მოკვდება და ამიტომ ყოველ ჯერზე უკვე ვეღარასოდეს ვერ მიცემ რაც უფრო დიდხანს დაფრინავ ალკოჰოლით ან დიაზეპამით ან რითიც არ უნდა იყოს შენ თუ ინძახს რომ თუ არ დავლიე ალკოჰოლი მე ვეღარ პანიკაში ჩავარდები მოვკვდები მეცაც გეტყვი პანიკაში ჩავარდები კი არა მოვკვდები და ამიტომ უკვე მაქედან გამოსვლა ძართულია მაგ პატერნიდან ამიტომ ეს რჩევა მე ძალიან მომეწონა კაი ეს იყო შემდეგი რჩევა მესამე არ ვიცი ამდენი რჩევები ალბათ ფანჯარასთან და დასხდეთ. იცი რომ ეს უფანჯარასთან ვზივარ? კარგია. ხო, ფობია არანაირი არ გექნებათ პირიქით უფრო განიტვირთებით რომ გარეთ უყურებთ რა ხდება, ტვინი უფრო აღიქვავს ასე ვთქვათ. ანუ რეალ იმ მომენტში ხარ რა რეალობაში. ხო, სივრცეს აღიქვავს უკეთესად და იმის შეგრძნება არ გაქვს რომ აი არაფერი არ იცი, ხო? არა, აი სხვა რამეს თქვა მინდა. თითქოს და აი ჩვენი ტვინი ვესტიბულარული აპარატი ზოგჯერ მოძრაობას ვერ აღიქვავს ხოლმე და ვიზუალური დამტკიცება ჭირდება მაგის თქვა მინდოდა და გარეთ რო იყურები უკვე ვიზუალურად ხდება მიდიხარ წინ ჩერდები თუ რა ხდება და მაგიტომ უფრო მშვიდად ხარ ხო ეს შინაგანი არის ჩვენი ასეთი ხო ზუსტად მე ხუთე არ ვიცი რა ვთქვა აუ ეგ ძალიან კარგი ეხლა ეს ბოლო რჩევა ძალიან მომეწონა მე ხუთე არის 4 მაქვს მე ხუთე დამეხმარეთ კომენტარებში ნახე ნამდვილი ბლოგერი ხარ არა და ესე მე დაგიმატებ მე ხუთეს მე ხო არის რა ქვია უცებ მაფიქრდება რაღაცები. მოდი მეხუთეს დაგიმატებ იმას, რომ წინასწარ დაჩექინდე. რაღაცა შფოთვის მოხსნის პონჩი, იმიტომ რომ რაღაცნაირად როცა იცი რომ წინასწარი ადგილი გაქვს შენთვის და რაღაცნაირად დაალაგებულად. ადრე რას ვაკეთებდი ხოლმე, იცი?
სანამ გავიზარდე და ცოტა დავჭკვიანდი, პირველი მივირბოდი ხოლმე იმაში, რა ქვია, თვითმფრინავში. ეხლა ბავშვებთან ერთად კომფორტულია, იმიტომ რომ როცა ეტლები და რაღაცები გაქვს, გინდა რომ მოასწრო და ცარიელ რაღაცაში შეალაგო რა. მაგრამ მე დავამუღამე ეგეთი რაღაც რა, რომ ბოლო შევდივარ ყოველთვის. ანუ შე პილოტი ხარ. ბოლო შევდივარ ყოველთვის. როცა გზავრო, ხო, რაღაც. მეც მასებზე ვარ და ველოდები სანამ ყველა შევა. ყველა რა შევა. მე წინასწარ ძალიან სასაცილოა ხოლმე დესკზე ვეკითხები, რომ თუ არის თავისუფალი თვითმფრინავი, რომელი რიგებია თავისუფალი, მეუბნებიან ხოლმე ფასიანია მეხუთე რიგი და მეუბნებიან აიღოს არ მინდა, ვიმახსოვრებ რომ მეხუთე რიგი არის თავისუფალი და ანუ სულ ბოლო შევდივარ, ანუ ყოველთვის აღმოჩნდები ხოლმე იმ მეხუთე რიგში, რომელიც წვევი ხოლმე სამი მას. და ყოველთვის შეგრძნებით შევდივარ, რომ იქ დამხვდება, ეგ ჩემი დისგან ვისწავლე, მე საერთოდ არასდროს ესე არ ვიყავი და ჩაკუჭული სამკაცი რიგში ვიჯექი ხოლმე, მაგრამ ჩემი და იმდან დარწმუნებული ყოველჯერზე რომ შედის რომ დახვდება ცარიელი სამრიგიანი პირველი მაგისი ჩემოდანი გამოვარ მაგ ენერგიაზე დავჯექით აზო ბოლო ფრენები აი მართლა გეუბნები რომ შევდივარ ბოლო წამოვწევი სამ იმაზე ხოლმე და ან სულ ყოველთვის არის და ძალიან კომფორტით გზავრობ ანუ ეგეც არის მნიშვნელოვანი რომ იზრუნო ხო ის ხო და კარგია მე ხო იცით მე არ მალავ არაფერს მე ზედმეტად ისე რა ბევრსაც ვაზიარებ ხოლმე მაგრამ ანუ ეგ მართლა მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად შენ რა კომფორტ შეგიქმნის ის მოემზადოს შენ თუ არ შეგიძლია ხა დალოდება და მაინდა-მაინც ამ ჩალიჩი ასე ვთქვა თავისუფალი რიგის ელემენტარულად ჩეკინი მაინც აიღე შენი ის ადგილი რომელშიც შვიდად ონლაინ ჩეკინი თუ არსებობს ხო საერთოდ და კი რა თქმა უნდა იცი რა ამ საუკუნეში ნელ-ნელა დაიწყო ხო რა თვითმფრინავით დაფრინავთას არა ვიცი, შენ ის ხო იმის რა ქვია, უფრო ტვირს სატვირთო. კი, 777 არის ბოინგი დიდი თვითმფრინავი არის. ძალიან. ვიცი რა მაინტერესებს კიდე, შენ კი იძახი რომ უსაფრთხოების კუთხით არ გეუბნები ოღონდ ადგილების არჩევას რა, რადგან ეხლა ვთქვით რომ დაჩეკინება კარგი არის. ზოგი ადგილები ხო უფრო სტაბილურია ვიდრე სხვები. ეხლა მე მაგალითად კარუსელებზე რომ ან რაღაც იმას რო ვძები, ვიცი რომ თუ უკან დავჯდები უფრო მანქანავებს და შუაში უფრო სტაბილური არის. ანუ ფრთასთან ჯდომა უფრო ნაკლებად გარყევს თუ ეს ტვი. არა, მართალი არის, კი, უფრო ნაკლებად არის, რაც უფრო წინ ჯდები, ხო? შუაში თუ წინ? წინაც და შუაშიც. ანუ მე კეთი ახკმა დამრჩა რომ წინ საერთოდ როგორც ფრინავი რომ ზივარ ზოგჯერ ჩემთვის არაფერი და უკან რო გავდივარ ხვდები რომ რამდენად ირყავ თვითმფრინავი მართლა ამიტომ ხო რაღაც კი მაგას ალბათ თვითმფრინავსაც გააჩნია ყველა თვითმფრინავს თავისებური ის აქვს მაგრამ ხო ისე რომ თვითმფრინავით უფრო კომფორტულია ფრენ ანუ რყევის კუთხით რა არა უსაფრთხოების იმიტომ რომ თანხმდებით რომ ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოა ანუ დიდ თვითმფრინავში უფრო ნაკლებად გარყევს ალბათ უფრო პატარებში უფრო კი ეგრე არის კი რაც უფრო დიდი არის თვითმფრინავი მით უფრო სტაბილურია მდგრადია და ჰაერის არეშინია ხო ასე ვთქვა ჰაერის არეშინია რა კაია ხო და ეს რა ქვია ზოგადად თვითმფრინავი მე ესე წარმოვიდგენ ხოლმე როცა მიფრინავ რა თითქოს რაღაც სიჩქარის პოჩი ხო რაღაც ქვემოთ თვითონ ბალიშივით არის და გონია რომ გზაზე მიდის თვითმფრინავი რაღაც ეგეთი შეიძლება წარმოვიდგინოთ კი ხო ქვემოთ უფრო ის არის უფრო მეტი წნევა არის და იმ წნევაზე იკავებს თავის თავს ასე ვთქვათ ხო ასე იქნება აეროდინამიკული ის არის და აი ახლა პილოტი გავიგე მაგრამ აი ადამიანი რომელიც წყვეტს რომ გამოვიდეს ან ბორდგამცილებელი ხო სტიუარდესა დრინდელი სიტყვა არის ფათაშორის ხმარობდნენ მაგას საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირი მაინც და მაინც არა ისე ინგლისური სიტყვა სტიუარტ ხო ინგლისური სიტყვა არის როდის გადავიდნენ იმიტომ რომ გადაწყვიტეს ერთმანეთში რა ქვია მაგას resource management-ი? ანუ ერთმანეთში საუბარი როგორ უნდა იყოს და ვინმეს დამცირება ან პირიქით დამაღლება ხო არ ხდება და მაგიტომ გადაიხედა ეს ტერმინები და სტიუარდესა გახდა ბორდგამცილებელი. ხო, თუ არა არაფერი ცუდი სიტყვა სტიუარდესაში არის. მე სხვადასხვა შორის მესმენია რომ თუ ბორდგამცილებელი ძალიან ბევრი საათი დაფრინავს აერში, მე რაღაც დროით შეიძლება ესეც მითი არის რომ მე რაღაც დროით უნდა აეროპორტში ან მიწაზე იმუშაოს ზუსტად არ ვიცი მაგრამ წესით უნდა იყოს ხო რაღაც ფრენავებს ზუსტად აქვს შეზღუდვა ჩვენ საქართველოში 80 საათი შეგვიძლია ფრენა თვეში მაგაზე მეტი არ შეიძლება მხოლოდ ერთი თვე შეგვიძლია რომ 100 საათი იფრინო წელიწადის განმავლობაში ახალ წელს ახალ წელს იმედია არა ახალ წელს ჯობია სახში შევხვდეთ ხო და კი შეზღუდვები მათაც იქნებათ კი მოგლეთ თაზო სანამ ბოლოსკენ გავალთ ამ ჩვენი პოდკასტის მინდა უთხრა აი აგერ აირჩიე კამერების კორიანტელი გვაქვს ადამიანს რას ეტყოდი ვისაც აი 10 წელი არ გაფრენილა და ძალიან უნდა რა მართლა უნდა
გზავრს ხო ახლა პილოტი გზავრს აი რომელსაც უნდა მოიაროს სოფლიო მართლა მოვეზრდა ეს თავისი აეროფობია აი უთხარი რამე აი ამ შვენიერ კამერაში არ ვიცი რთული არის ასე ეგრევე მოფიქრება მაგრამ აიღე დრო რამდენი პირველ რიგში უნდა დაძლიოთ თქვენი შიში ყველანაირად რეისის წინ უნდა მოემზადოთ უნდა გაათვიცნობიეროთ სად როგორ რისთვის რანაირად ხდება ეგ ყველაფერი დაგეხმარებათ რა თქმა უნდა აეროფობის დაძლევაში ისევ მიმართოთ მეგობრებს უკეთესია რომ ერთად წახვიდეთ მეგობრებთან ერთად ეს საერთოდ გადაგატანინებთ ყურადღებას ამ თვითფრინავზე და შიშზე ხო ეს რჩევები გამოიყენოთ რაც დღეს ვისაუბრეთ რა თქმა და უნდა მე მგონია რომ უბრალოდ ჩაჯდნენ რა ანუ აი ჩემი დასკვით უნდა გაბედოთ და ყველაფერი აი ჩემი აზრით მოკლედ შიშთან მეგობრობა რაღაც არ არის ან უნდა შეუტიო ხო ან და დანებდე და რა ვიცი შეტევარჯობია ჯობია შეტევა ვიდრე მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე გატარება ხო რა თქმა უნდა ჯობია რომ მადლობა დიდი დამაფიქრე მართლა დამაფიქრე იმაზე რომ რაღაცა ხო არ დაუბრუნდე ან შევგაკვეთილებს და მე არჩევანი ხომ ის არის რომ ან მთელი ცხოვრება სახლში უნდა იჭდე და უნდა იყო გამოკეტილი შემფობის გამო სახლში ან მთელი სოფლიო ნახო და მე მგონი არჩევანი ძალიან მარტივი და აშკარა არის მე მგონია რომ შიში მოკლედ აი ერთად ამით რო დავასრულოთ მე მგონი კაი დასასრული იქნება რა შიში არის ყოველთვის რწმენა ცუდში იმედი არის რწმენა კარგში რეალურად არავინ არ ვიცით რა მოხდება რა ხო და შენი არჩევანია რწმენით იქნები რომ კარგის დაიჯერებ თუ რწმენით იქნები რომ ცუდის და ანუ იმ დონეზე რომ რამდენადაც ხვდებით რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფიქრების კონტროლი და ჩვენი ცხოვრების რაღაც ხელში აღება მე მგონი კარგის დაიჯერება უკეთეს ყველაფერი ჩვენ თავში არის ამიტომ აი ხო მადლობა ძალიან დიდი თაზა რომ ესე მეგობრულად ვისაუბრეთ ძალიან სასიამოვნო იყო ისეთ არც ისე მარტივ თემას